არა გვაქვს იმის საშუალება, რომ ვიქირავოთ ფინან აქირავებში შევიდე, ასტუპნოიში შევიდე, არ მაქვს მაგის საშუალება და მარჩენალ დაღუპული ვარ. რა ვქნათ, დამეწყილი ზონა არის, ყველა გვიყურებს, მოდის, გამგეობაც უყოლა, მაგრამ რამე პასუხი არ გვაქვს, ჯერჯერობით მიღებული გვაქვს გეოლოგის პასუხი, სახლი გადატანით. ეს ოჯახი არის 4 სულიანი ოჯახი, ინვალიდები ცხოვრობენ ამ სახლში. აგიც არიან დაზარალებული ზვავის შედეგად. აი ფაქტის სახეზეა და კი ხედავთ თქვენ რაც ხდება აქ. მთლიანობაში ემუქრება მთელი სოფელს. წეს სერიოზული პრობლემები ემუქრება მთლიანად ამ სოფლის მოსახლეობას. ჩვენ გეოლოგებიც მოვდენა რა. ჩვენ არ ვიცოდით ისე მოვდენა, მაგრამ ახლა ხო და მე გააკეთეს დასკვნა ისეთად რომ მაგალითად მე აგერ ვცხოვრობ ახლა მე ხომ? აქ თუ მოსალოდნელი იქნება, რა თქმა უნდა მოსალოდნელი იქნება. ხო და ჩვენ საშიშ პირობებში ვართ ახლა. ეხლა მე არ ვძინავდა ერთი 20 დღე ხეზნური ვიყავთ აგიდან ხამა სოფლებში. ხო და ახლა მოსალოდნელია ხელახლა მოდის სამთარი, ხო და საშიშროება გქონდა. რა თქმა უნდა ამ დიდმა თოვლობამ, დიდმა სწამბატნობამ იმან გამოიწვია ეს თვალ. ყველაფერი, მაგრამ რომ ეს მოხდა დანარჩენ შემთხვევაში იმის შემდეგ არავითარი დახმარება არ გაუწევია. 2012 წლის 6 აპრილს მეწყერული მოვლენა მოხდა, განვითარდა მეწყერი. სტიქიისგან დაზარალდა 21 ოჯახი, მათ შორის 12 ოჯახი არის ამ პირდაპირ სანაპიროსთან, სადაც აი მეწყერი ჩამოიარა. 12 ოჯახიდან ყველაზე დასკვნა არის გეოლოგებიდან მოსული, რომ არის სახლები აუცილებლად მდგრად ადგილზე გადასატანი, იქ ცხოვრება ფაქტურად გეოლოგიური დასკვნის მიხედვით შეუძლებელია. დანარჩენ 9 ოჯახზე არის რომ საშიშ ზონაში რჩება ის ზონა და არის საშიშ ზონაში ცხოვრების რისკის ქვეშ. ნუ ამაც დასკვნა ისეთი არ არის შეჯერებით რომ იმ მეწყერმა რომელიც განვითარდა სახლი არ დაუზიანებია, არაფერი ბზარები არ გააჩნია, ცოტა მოშორებითა, მაგრამ გეოლოგიური დასკვნა ასეთი არსებობს რომ საშიშროება ელის იმ დანარჩენ 9 ოჯახზე. რაც შეეხება აღნიშნულ ოჯახებს, სადაც განვითარდა მეწყერი, ერთი ოჯახი მთლიანად იქ ფაქტიურად მოხდა, მთლიანად წაიღო მეწყერმა, ის იმ ოჯახის რაც შეეხება იმ ოჯახს ფაქტიურად არის სიაში, რომელიც მიეცემა სოციალურ სახლში, დანარჩენი ოჯახები უბრალოდ გადაგზავნილია სამინისტროში და როგორც კომისია გადაწყვეტს, ისე ვიმოქმედებთ. სხვაგვარად მე არანაირი პირობა არ მაქვს, ფაქტიურად სახლი არის, იმ ტერიტორიაზე მოხდა მეწყერი, მაგრამ როგორც ასეთი არის გეოლოგიური დასკვნაში არის, რომ ფაქტიურად არის ეს ხალხი უსაფრთხო ადგილას გადასახლებელი. გამომდინარე აქედან კომისია საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას და შემდეგ ვიფიქრებთ მაგ საკითხს.